რამდენიმე კვირაა თბილისურ ივენთთა სია საგრძნობლად გაიზარდა. ვიკენდური გართობების მოყვარულები სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდნენ. თანამედროვე ხელოვნებითა და დღესდღეობით ტენდენციური ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულები ამჟამად კაზინო საქართველოში შეიკრიბნენ. ეს გამოფენები არის რამოდენიმე არტისტის ბევრის და მაგიტომ ნარევი ხალხი მოდის, ესე ნარევი ხალხი რა არ მაცა შერეულად ხო, ანუ სინთეზია რა. ვისაც აინტერესებს ხელოვნება, ვისაც აინტერესებს მუსიკა და გართობა. ანუ მარტო მუსიკაზე გართობაზე არა აქცენტი გაკეთებულია აქცენტი თავიდან იყო გაკეთებული აქცენტი უფრო ხელოვნებაზე, წყნარ ხელოვნებაზე, ჩუმზე, გამოფენაზე, ფოტოებზე და შემდეგ უკვე ვისაც უნდა გართობა, დარჩება და გაერთობა რა. ჩვენთან კომერციაზე არ არის ახლა ამ წუთის ლაპარაკი. იმიტომ რომ პირიქით გვინდა რომ ვაჩვენოთ ხალხს რომ ხელოვნება ეგ არის ჩვენი მიზანი ხელოვნება უნდა იყიდებოდეს. თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფებისა და მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენის პარალელურად პირველ სართულზე ტრადიციული ხალხმრავალი ფართი იყო მოწყობილი. ექსპოზიციას დამთვალიერებელი იდეაში მთელი საღამოს განმავლობაში არ მოჰკლებია. ასე რომ უფრო მრავალფეროვანი და მოვლენებით დატვირთული ივენთების იდეა საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება. გამოფენის მერე ძალიან ბევრი დაინტერესება იყო და ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება, ანუ რაღაც გონია თუ ახალია, რაღაცა ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა რომ უნდა შეეძენა. დაგია გამომდინარე მგონია რომ რაღაცა წინ წავედით. რავი, რაღაც ახალი რამე უნდა ეძებო და კაია, რომ რაღაც სიხარული სუფევს ჩვენ ფართიზე. აგე ჩემი ფოტოებიც პატარა თორი კამერით არის გადაღებული და ცოტა სხვანაირია. ბევრი კარგი ის არის, ხელოვანი თბილისში და აგერ ნახავთ რამხელა ტალანტის პატრონები ვართ. პრინციპში ბევრი დაგვეთანხმება, რომ ხარისხიანად და აზრიანად გართობის კულტურა დღესდღეობით საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზულ განვითარებას საჭიროებს. მაგრამ თუ კი ბოლო პერიოდის ივენთთა რიცხვით, მათი ხარისხის ზრდითა და ხალხის ინტერესით ვიმსჯელებთ, ხელის ჩაქნება ნაადრევია. ჩვენ კი იმის იმედს გამოვთქვამთ, რომ ყოველი მომდევნო ღონისძიება წინაზე მაღალი დონის იქნება.